მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოუბრძანდი და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ რაზე? ის შეთქმულების თეორიებზე და ბრტყელ დედამიწაზე და ეგეთ დებილობებზე ვილაპარაკოთ დღეს. ვიღაც ადამიანები რო იძახიან რომ აი მთელი დედამიწა ბრტყელია და ხალხს გვატყუებენ რომ ვითომ რგვალიაო. მე საერთოდ იმას ვერ ხვდები, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისი, რომ აი მოდი ხალხს ხალხი მოვატყუოთ, აი ვიღაცები ხო არიან, ვინც ზევით არიან რაღაცა რა, მასონებთ რავი რა, ცეძახით. და აი ისინი გადაწყვიტეს, რომ მოდიო ხალხს მოვატყუოთ, რომ დედამიწა ბრტყელი კი არა, რგვალია. ანუ აი რას შეცვლიდა ეს ადამიანების დამოკიდებულებაში, რა აზრი ექნებოდა, ბრტყელი იქნებოდა თუ რგვალი იქნებოდა. ბრტყელი დედამიწა იყო იქამდე, სანამ აღმოვაჩენდით რაღაცებს დედამიწის გარეთ, რომ ყველაფერი რგვალია, რო გავიაზრეთ, რომ ყველაფერი რგვალი იყო, მაშინ ჩვენც რგვალი ვართ და მე ვთქვით. სხვანაირად არ გამოდიოდა უბრალოდ რა. იმიტომ რომ ეხლა გარშემო კოსმოსში რო გამოიხადო ყველაფერი რგვალია და შენ ხარ ბრტყელი, რაღაცა სიგიჟეა. მაშინ ვინც ბრტყელი დედამიწის თეორიას აწვება, მისთვის მზეც ბრტყელი უნდა იყოს. მარსიც, ვენერაც, იუპიტერიც, სატურნიც თავისი იმეებით, რგოლებით და რაღაცა სიგიჟეში გადადის ეგ, მაგრამ ნუ კაი, იარსებობს, მაგიდიამ რა პრობლემა არის. პროსტა რას ვერ ხვდები, იცი, აი რატომ უნდა მომატყუონ მე? აი კაი, მომატყუეს რომ ბრტყელი კი არა, რგვალია. მე რა, აი რგვალი რო არა, აი მე რა, სიგრძე ამ კიდია, ეხა რგვალია თუ ბრტყელია თუ ოთხკუთხედია, ხო ცხოვრობდა. პროსტა ლოგიკაში უფრო რგვალი ჯდება. ანუ რომ დააკვირდეთ, ლოგიკაში რგვალი უფრო ჯდება. ან კიდე ისა, დედამიწას გარშემო აქო ყინულის ისაო. რა ქვია? კედელიო. შემორტყმულიო. იმის იქითო ისეთი რაღაცები ხდება, აიო. ვიჯო. ანუ რაღაცები რაღაც არ გვაქვს ნანახი. აი დავუშვათ რა, აი მართლა არის ეს ყინულის ის. ხო შეიძლება ვირმე ნახა რა, დიდი ესენი ყინულის დიდი ზედაპირი ერთად რო იყო და მე იქით მეორე მხარეს რო აღარ იყო. ხო და ანუ შეიძლება ეგ ყველაფერი მართლა ეგრე იყოს რა, იმას კი ვიძახი რომ ყინულის დიდი გარშემო ის გვაქვს თქო რა. უბრალოდ გულწრფობ იმას რომ შეიძლება არის შანსი რომ რაღაცა ყინულის დიდი ნაწილი ესე კედელივით არტყია რაღაცა კონკრეტულ ადგილას. და ვიღაცებმა ეგ ნახეს და ჩათვალეს რომ აქ თუ ესე არის, იქაც ეგრე არის. მაგრამ ამ ყინულის იქით მხარეს ხო არ გინახავთ არაფერი. ანუ თქვენ ხო კოსმოსშიც არ გინახავთ არაფერი. თქვენ ხო აი რომშიც შეიძლება არ გქონდეთ ნანახი არაფერი. რომში რო არიცი რა ხდება? ხო არ იძახი ბანდის მოხდება? ან სხვა ქვეყანაში ნამყოფი რო ხარ, აი ზამბიაში, ხო არა ხართ, არავინ ხო არ ხართ ნამყოფი უეჭველი. აი ზამბიაში ისეთები ხდება, ამას ხო ვერ იტყვი. იმიტომ რომ რავი, ქვეყანაა რა, ზამბიაში რა უნდა მოხდეს, რა ქვეყანაა, ცხოვრობენ ადამიანები ზუსტად იგივე იქნება რაც აქა. და ეს ყინულის ზედაპირი რა? ყინულის კედელი. რაღაც დებილი მეებში ვცხოვრობთ. ის მთები რო პირამიდებია, ეგ ვერსია მევახსება ყველაზე მეტად. აი ვაფშე ყველაზე სიგიჟეა. აი დებილესი ისა რა. ყველგან მთელ სოფლიოში პირამიდები იყო და მე რაღაცა მთა ამოვიდა ჩემ. რაღაც ლოგიკური ისინი რომ მასონები გმართავენ კიდე მესმის ბიჭო, აი კაი, გმართონ, შეიძლება მართლა გმართავენ თან, ხუიოზნაირ. მაგრამ გმართონ თუ გმართავენ, რავი, არ გამოსდით ცუდად, მე მგონი. აი როჩი. ანუ აზრი არ აქვს რა, ადამიანებს ვისაც ეგეთი ესენი შეთქმულების თეორიის ისინი უშტე. ეგენი ჭკვიანები არიან თუ შტერები, მე მაგას ვერ ხვდები რა. აი დაუშვა ჭკვიანი ხარ. თუ ჭკვიანი ხარ, რატო ვერ მაჯერებ? მე ვარ დებილი? მე თუ დებილი ვარ, ყველაფერში რატო მაქვს უფრო მეტი განათლება ვიდრე შენ? აი ეგაა რა, აი მაგას ვაწყდები ხოლმე სხვებთან კომუნიკაციის დროს და ვერ ხვდები რა უნდათ რა, მართლა ვერ ხვდები. კაი, ეს ერთი. აიცა. ეხა მეორე მაინტერესებს ის airplane mode-ზე დაყენება დამოვიწყდა, ვინმე რომ დამირეკოს გამეთიშება, ეს მომდის ხოლმე ეგრე ხშირად და კაი, სად ვიყავი, მაიცა. კაი, აუშვათ. აი რა, სად ვიყავი? რომ ჯობნი იმას ყველაფერში.
ანუ ერთხელ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომ აი ისტორიაც შემზე უკეთ იცის, გეოგრაფიაც, ყველაფერი და ის იძახის, რომ აი ძამაო დედამიწა ბრტყელი არის. ის TikTok-ზე რო არის ვიღაც ქართველი კაცი, ის იძახის ხოლმე, რომ აი მთები პირამიდებია და რაღაც გიჟებს იძახიან. მე აი კონსპირაცი თეორიების მაგრა არ მევასწრე. მაგრამ ის უეჭველი ვიცი, რომ მთვარეზე ისინი არ იყვნენ. აი ეს დროშა რო ფრიალებს, ეგ მთვარეზე გადაღებული არ არის. შეიძლება მთვარეზე იყვნენ, მაგრამ ეგ ვიდეო რო მთვარეზე გადაღებული არ გამოდის, მაგაზე საუბარი ზედმეტი არის, მომინდომეს აქ დროშის ფრიალი. просто ეგეთი მარტივი შეცდომა როგორ დაუშვეს, მე მაგას ვერ ხვდები. ძალიან დიდი ბოდიში რომ ახველებს. კაიფსა, მოვჭი. ხო და, სად ვიყავ? ეგ მთვარეზე გადაღებული არ მგონია მე რა, ანუ რეალურად საღადრო შეხედო არ გამოდის, იმიტომ რომ ის დროშა არ უნდა ფრიალებდეს და მორჩა რა და ძალიან გავს იქით რაღაც უდაბნოები, რომლებიც ამერიკაშია, ისინი მაგ ადგილს, ასე რომ შესაძლებელია რომ თავის ტერიტორიაზე სადღაც მარტივად ადგნენ და გადაიღეს ეგ ვიდეო. ხო, ეს კონსპირაციის თეორიებში კიდე რა არის კონსპირაციის თეორიები? აი იცი როგორ ბაზრობთ, გიგანტს უჭირავს დედამიწაო და აი ტიტანს და აი რაღაც ვიღაცა იღლია შეუგუტუნებს და აი მიწის დრო ყოფილაო რა. ან არ არის ეგრე მარტივად კი არა და ეგრე მითებზე დალაგებული ქვეყანა აღარ უნდა ვიყოთ სოფლიო მე მგონი რა ვიცი აღარა ვართ მართლა აღარა ვართ იმ ეტაპზე რომ აი რაღაცა მითები გჯეროდეს. რაღაცა ბანძი მითია თან რა ტიტანი და ის. კუ მევასება, კუს იდეა მევასება, კუ თუ სპილო. რავი, რომელიღაც ორივე არის მე მგონი. კუ უფრო տեսლიოჟა არის, რომ კუზე ვართ რა, კუზე ვცხოვრობ, დედამიწა არის კუ. მე მაგრამ მევასება კუები. მაგარი როჟები არიან. განსაკუთრებით ისეთი კუები მევასება, რომლებსაც ისინი ქვიათ. რენესანსის პერიოდის ცნობილი გამოჩენილი ხატრების და მოქანდაკეების სახელი და გვარები. ლეონარდო, რაფაელი, მიგელანჯელო და დონატელო. თელევიზია გავიხსენე მე ვთქვი. просто მე რას ვხვდები, ის სპლინტერი რა თუ ქვია, ვირთხას რა თუ ქვია, просто სპლინტერი. აი კუნძებში ხო, აი ყველას აი კარგად აქვს შერჩეული სახელი. აი სპლინტერი არის просто. ეს სპლინტერი. დებილობა რა, მაგას რაღაცა ისეთი უნდა ერქვას რა. აი შოთა რუსთაველის. ხატვარი არ ყო, წერა ხო. კაი, გავჩერდ, დაუბრუნდეთ ერთიანს. მე ისირის იმჯერა რო არ მოგატყუოთ, რომ დედამიწაზე ადამიანები თავიდან ვიყავით ცოტა. და რამდენ ცოტაც ვიყავით, იმდენად ათვისებული გქონდა ზუსტად ისევე დედამიწა როგორც ახლა გვაქვს. ანუ აი თუნდაც აი ედემის ბაღი ხო აი რელიგიიდან რო ავიღოთ რა ედემის ბაღი არის ამ ედემის ბაღში ცხოვრობს ორი კაცი მე მგონია რომ ეს ედემის ბაღი არის მთელი დედამიწა ხვდებით რა გულისხმობ და მე დროთა განმავლობაში რაც უფრო მეტნი ხვდებით ადაპტაცია გვაქვს დედამიწასთან ისეთი რომ გვინდა არ გვინდა პატარავდებით რა ანუ ვდაბლდებით იმიტომ ძალიან ბევრი ისა ჩანწერი არის, სადაც დაუშვათ ადამიანები იყვნენ 5 მეტრიანი ხმლებით და ეგ ხო ცოტა გაძაჭარბებული მგონია, მაგრამ ძალიან გაძაჭარბებული არ მგონია, იმიტომ რომ მგონია რომ მართლა იყვნენ ადამიანები, ვინც დაუშვათ 2, 3, 4, 5 მეტრი იყვნენ სიმაღლეში, ოღონდ ყველა იმაქხელები იყვნენ, просто ესენი გამორჩეულად დიდები იყვნენ, რა ხვდებით? აი როგორც მე და ეხა იაო მინგი ვართ რა. იაო მინგი არის ჩინელი კაღადბურთელი, არა ვიცი, აი უმაღლესი არის. უმაღლესი ეგ უნდა დაამთავრო. იაო მინგს ვერ ისწავლის სკოლაში, короче, უნივერსიტეტი უნდა დაამთავრო. სად ვიყავი? რავს გულისხმობდი რა, მე მგონია რომ ყველაფერი დედამიწაზე რაც ახლა არის, ადრე ვიყავით დიდები და ნელ-ნელა პატარავდებით, იმიტომ რომ მრავლდებით ეს ფართი რო აღვიქვათ, ამის გამო გავდივართ ადაპტაციას რა დედამიწასთან. და ასევე ვფიქრობ არა მარტო დამასლობლიან ბოდიში, არა მარტო ადამიანებზე, ასევე ყველა ცხოველზე, ფრინველზე და ასე შემდეგ რა. ანუ მე მაგალითად ძალიან მომწონს ის ვერსია, სადაც ტირექსი არის ქათამი რა. იმიტომ რომ ტირექსის ვიზუალი ძალიან გავს ქათამს. რო დააკვირდეთ. პატარა მოკლე ხელები აქვს, ძმას, დიდი თავი აქვს და რავი, ორ ფეხზე დგას. ანუ
ქათამს ძალიან გავს. შეიძლება თვითონ ტირექსი არა, მაგრამ ბევრი ეგეთი დინოზავრის ჯიში იყო, რომელიც ქათამთან, აი რო დააპატარაო, ქათამთან მიემგვანებ რა. ასევე ის ბალახის ბჭამელი, ის გრძელკისერიანი რაღაცა როზავრი, ეგ ზავრი, ის მგონი, ეგ დინოზავრი მგონია რომ ჟირაფად გადაკეთდა. პლუს რომელიღაც მულტფილმი იყო ბავშვობაში და იქ იყო ერთი დინოზავრი, რომელსაც აი ესეთი ყვავილებით ის ქონდა რა, ფართე თავი ქონდა, ეხა დინოზავრებში ვერ ვერკვევი რომ არ მოგატყუოთ. რაღაცა ის ქონდა რა, აი გეგონება მზეს უმზირასაბით ის ქონდა ესე რა, ლომის ფაფარივით. ხო, ანუ, კარჩე. ძალიან გავდა მარტორქას რა, რო არ მოგატყუოთ რა, უბრალოდ ეს რაღაცა რომ მოაშორე, მერე იყო მარტორქა. მარტორქას გავს. მე მგონია რომ აი ეს ველოსირაპტორები რა. აი გროშები ეგენი არიან ისინი. კოღოები. იმიტომ რომ მაშინაც ეგეთი ტვინის ტუნახმა ქონდათ და ეხაც ეგეთი ტვინის ტუნახმა აქვთ, უბრალოდ დაპატარავდნენ. ხო და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ადამიანები დიდები ვიყავით ადრე, იმიტომ რომ ფართი იყო და რომ მივხვდა ჩვენი ორგანიზმი რომ აი ვეღარ ვეტეოდით ამ ფართზე. მოი დავპატარავდეო და ეგ არის ჩვენი განვითარება. ევოლუცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ესე ვფიქრობ. შეიძლება ძალიან ვწდები, აი ალბათ 1000%-ით ვწდები, მაგრამ მაინც ანუ ჩემი იდეა უფრო აი როგორია, იცი? არავინ ტყუილა არ მატყუებს ამ იდეაში რო რამე. ანუ არავინ არ მაჯერებს რაღაცებს რა. პლუს ლოგიკური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ჩინელები არიან ყველაზე დაბალიერი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალიერი მსოფლიოში, იმიტომ რომ ბევრი არიან და პატარა ფართი აქვთ რა, ანუ შეიძლება ჩემს აზრს რაღაცა არსებობის უფლება გქონდეს, მაგრამ აი ბრტყელი დედამიწა მაგრასირზე გვახატია სულ ყველას, აი რა ბრტყელი დედამიწა. აი ბრტყელი ტრაკი გვეზიზღება ხალხს რა დედამიწა ბიჭო, აი რა დედამიწა. მე არ მგონია რა, რომ დედამიწა ბრტყელი იყოს, ან თუ არის და მაგის დედას თიქშები. მაგრამ რანაირად უნდა იყოს ბიჭო ამობურცული ისენი რო გვაქვს, მე ისე ჩაბურცულები, არ გამოდის, ლოგიკურად არ ჯდება. რაღაცებს ნუ იგონებთ ისეთ რაღაცებს, რაღაც ლოგიკა არ აქვს რა. აი ულოგიკო ისენი არ მევასება ყველაზე მეტად. ჩემი, აი ხა თქვენ დამიწერეთ, მითხარით ახლა, რამდენი შეიძლება იყოს ჩემი ვერსია ლოგიკური. თუ ალოგიკურია ჩემი ვერსია, მაგას გაგიგებთ, კაცო, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ალბათ შეიძლება უფრო ლოგიკურია ვიდრე ბრტყელი დედამიწა. იმიტომ ბრტყელი დედამიწის ვერსიაში ტყუილა მთელი მსოფლიო პროექტზე იხება რომ ჩვენ დაგვაბოლონ რომ აი ბრტყელი კი არა მრგვალია, აი რა აზრი აქვს? ვინმეს თუ გაქვთ ეგ პასუხი, აი რა აზრი აქვს დედამიწა ბრტყელია თუ მრგვალი? მითხარით, იმიტომ რომ ჩემთვის აზრი არ აქვს. ხო არის რაც არის და ამის დედასაც შევეცი. ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ, კარგად იყავით, არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო და ყავთ ვიყოთ ბოზების ჯინაზე.